ჩემი მოსაზრებით კოალიციური პროდასავლური ხელისუფლება იქნება, რა თქმა უნდა, როდესაც ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება არის ზუსტად ესეთი, რომ საქართველოს ყავდეს პროდასავლური კოალიციური ხელისუფლება, იყოს ძალთა ბალანსი, ხელისუფლება, რომელიც რეალურად ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ასევე საქართველოს მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე და კოალიციური ხელისუფლებები სწორედ არის რეალურად პროდასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ერთპარტიული მმართველობა, რა თქმა უნდა, საქართველოში უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ერთპარტიული მმართველობის პირობებში ძალიან დიდია ხელისუფლების მონოპოლიზაცია, რაც რეალურად ვნახეთ სწორედ ქართული ოცნების პირობებში. რაც შეეხება ძალთა გადანაწილებას, მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება. ხო, მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ცენტრი და ცენტრები, რომელიც იქნება მიზიდულობის ცენტრი იმ ადამიანებისთვის, ვინც არ აძლევს ორ დიდ პარტიას ხმას, ეს ჩემი მოსაზრებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წამოვიყვანოთ ის ამომრჩეველი, ვინც არის, ასე ვთქვათ, ფრუსტრირებული, დაღლილი, იმიტომ რომ პირველი რაც არის ბიძინა ევანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის რაღაცნაირად ესეთი მთავარი იარაღი, ეს არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების ფრუსტრაცია, დაღლილობა და არჩევნებში არ მონაწილეობა. ამიტომ ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს და შეიქმნას ისეთი პროდასავლური ცენტრები, შესაძლებელია 1, 2, არ ვიცი, ახლა მე ვერ გეტყვით, რომელიც მართლაც შეძლებს ძალთა ბალანსს და ამ ძალთა ბალანსში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოწითვას. ანუ მაშინ ვისთან თანამშრომლობას განაგრძობთ? იცით, კოალიცია გაერთიანების ვისთან შეიძლება დაჯგუფდეს ეს აქტიურდება და თქვენ ვისთან თანამშრომლობას გამორიცხავთ, თუ კი ამ ეტაპზე არ ამბობთ ვისთან? თანამშრომლობა არ ნიშნავს რაღაც ეფემერულ ერთობას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არის აკრძალულია ბლოკები და ჩვენ ვიცით, რომ ასევე არსებობს 5%-იანი ბარიერი. იმ შემთხვევაში, თუ ასე ვთქვათ, მართლა უნდა ამ ხელისუფლებას რაღაცა პროდასავლური მომავალი, რაც რეალურად მე თქვენ იცით, რომ ძალიან დიდია ჭუმეპარება ამაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მაშინ უნდა დაწიოს ბარიერი, იმიტომ რომ ბარიერის დაწევა ეს იქნება განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი პარლამენტის და სხვადასხვა ძალების წახალისება და შემდეგ უკვე ზუსტად კოალიციური ხელისუფლების შეკვრა პროდასავლური ძალების მიერ. თუ ბარიერი არ დაიწევა, როგორც ჩანს ესეთი განზრახვა აქვს ხელისუფლებას, მაშინ აი რაღაცა სხვადასხვა ცენტრების შექმნა იქნება ალბათ აუცილებელი. მე ვერ გეტყვით ახლა როგორი იქნება თქვათ ჩემი ნომენკლატურული თვითონ თქვათ მუშაობა რომელიმე პარტიის შიგნით, მე ჯერჯერობით არ განვიხილავ ამას, მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ დავარწმუნოთ, რაც შეიძლება განსაკუთრებით ბევრი ადამიანი და ახალგაზრდები, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. ბარიერზე უნდა მეკითხა, პარტიებმა რომ იდენტობა შეინარჩუნონ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი ბარიერის დაწევა და კონკრეტულად რამდენ პროცენტზე დაწევა მიგაჩნიათ თქვენ? შალმიშელში თუ არ ვცდები იყო 2%, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თქვათ ის საგზაო რუქა, რომელიც იყო შალმიშელის დოკუმენტში, მათ შორის დემოკრატიის კუთხით, თქვენ იცით, რომ ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოს აქვს 9 საფეხური გასავლელი და ერთ-ერთი საფეხური სწორედ ეს არის დემოკრატიას ეხება და დემოკრატია ეს ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვნება არსებობდეს და მართლაც გქონდეთ პარტიებს, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი საკუთარი მოსაზრება, იდენტობა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეხლა ვუბიძგებთ პარტიებს რაღაც ავტომატური გაერთიანებისკენ, ხო? ანუ ეს რაც ნიშნავს და ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მოსაზრება და სურვილი არის, რომ მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ გადალახოს ბარიერი და ისევე ორპარტიული პარლამენტი არსებობდეს, ვთქვათ, და არსებობს ორპარტიული პარლამენტი პარლამენტში, რაც რეალურად ნიშნავს გაცილებით უარეს სურათს, ვიდრე ჩვენ დასახული გვაქვს კანდიდატის სტატუსის შემდეგ და იმ რეკომენდაციებში, რომელიც მოგვეცა. ამიტომ ვფიქრობ, რომ და ასევე უნდა გავიხსენო, თქვათ, ქართული ოცნების განცხადებები, რომ ისინი ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ განიხილავდნენ ბარიერის დაწევას, მე მახსოვს ესეთი განცხადებები. რაც შეეხება ზოგადად, ესეც არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ესეთი
ამოსავალი წერტილი, თუ ოპოზიცია მოინდომებს და ნამდვილად ალტერნატივას აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ვეღარ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. ოპოზიცია ამ ბარიერის დაწერის მოთხოვნისთვის რაიმე კამპანიის წარმოებას ვარაპირებს, ან თუნდაც ერთობლივად მოქმედებას, რომ ხელისუფლებას იცით რა, მე ვფიქრობ, რომ აქამდეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ ბარიერის დაწევაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მე პირადად და უშუალოდ ეს თემა შარლ მიშელის შემდეგ რა თქმა უნდა არსებობს. ცალკე კამპანიაზე პარტიების მიერ მე ვერ გეტყვით დაგეგმილ კამპანიაზე, იმიტომ რომ მე ამ წუთას არ გახლავართ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი. უნდა წავიდე. კანონიურ გამაქვს. სტატუსზე კითხავ, ვისი დამსახურება რომ მიიღო საქართველოს ეს დადებითი რეკომენდაცია და 9 პუნქტის შესრულებას და მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებით არჩევნების შემდეგ. მე არაერთხელ მithქვავს, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების დამსახურება, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება და რეალურად იმ განწყობის, რომელიც აჩვენა ქართულმა ხალხმა მარტის აქციების დროს. მოსთავიანო